კორუფცია უბრალოდ არის რაღაცა თანდევი იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის შინაგანობიდან გამომდინარე, ხო? თანდევი რაღაცა ამბავი, ხო? მექანიზმი ასე ვთქვათ. ხო, კი, მაგის გარეშე ეს ვერ იმუშავებს, მაგრამ თავარი პრობლემა ესაა რა, ის ბუნება, რა ბუნებაც აქვს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ცხოვრობთ. თუ ვილაპარაკებთ აი პოსტსაბჭოთა საქართველოზე და აი გავიაზრებთ რა ხდება ამ პოსტსაბჭოთა საქართველოში კაპიტალის ბუნების გააზრების პარალელურად, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ მგონია, რომ ყველაფერი რაღაც ლოგიკურ ჯაჭვში ექცევა, ხო? რომ აი რა არის მაგალითად კაპიტალის ბუნება როგორია, ხო? ერთი მხრივ უნდა აუცილებლად გაიზარდოს, გაფართოვდეს, მეორე მხრივ უნდა კონცენტრირდეს გარკვეული ვიწრო ჯგუფის ხელში, ხო? და სინამდვილეში პოსტსაბჭოთა საქართველოს ჩვენ ამას ვუყურებთ რა. ზუსტად ამიტომაც არ არსებობს და გეთანხმები, რომ ეხლა კიდე სხვა რანგში ვართ, მაგ ავტორიტარიზმის კენსulis თვალსაზრისით, მაგრამ არც არასდროს ამ ქვეყანაში ინსტიტუციური სახელმწიფო არ ყოფილა საყოველთაო ნების აღმასრულებელი ინსტიტუციური წესრიგი, არასდროს არ ყოფილა რა. ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა ინსტიტუციების გარეთ და მე ეს ინსტიტუციები როცა ფორმირდა მეტნაკლებად ფორმალურად კი ბატონო მაგის მერე არის უბრალოდ გამათეთრებელი ამ თავის გარეთ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების